გამარჯობა. დღევანდელი რეალობიდან გამომდინარე, იქედან გამომდინარე, რომ ხალხის ინტერესი ძალიან დიდია ამ თემასთან დაკავშირებით, მეც გეტყვით ჩემ აზრს. ეს ვიდეო ეხება კუდიანებს, ვედმებს და ვედმაკებს. რა მნიშვნელობა კაცია ქალია. როგორ ამოვიცნოთ კუდიანი და თუ შეიძლება ამის ამოცნობა დაავადების თარიღით. და სწორედ შესაძლებელია, რომ არის თუ არა შესაძლებელი, რომ ეს გავიგოთ ჩვენი დაბადების თარიღით. იმ დროს, იმ რიცხვით, იმ პერიოდით, როდესაც ვართ დაბადებულები. ჯადოქრები და მაგია ყოველთვის იყო იწვევდა ადამიანებში ინტერესს, შიშს და აღფრთოვანებას. უძველესი დროიდან. ითვლებოდა, რომ ადამიანები რაღაც კატეგორიას შეუძლია კავშირი დაამყაროს მეორე სამყაროსთან, კონდეთ რაღაც ენერგეტიკული მაჩვენებლები და კავშირი კონდეს რაღაც ბუნებრივ სტიქიებთან. მაგრამ საინტერესოა, შეგვიძლია თუ არა ამოვიცნოთ საკუთარ თავში ჩვენი დაბადების თარიღით ეს გვაქვს თუ არა ჯადოქრული რაიმე თვისებები, ინტუიცია. მოდი ესეც დავარქვათ. მე თქვენ გეტყვით თუ რომელი დაბადების თარიღებია, რომელიც შესაძლებელია, რომ იყოს თანდაყოლილი ესეთი კუდიანური ენერგეტიკული მაგიური თვისებებით, შესაძლებლობებით და ასტროლოგიური ფაქტებითაც. დაბადების თარიღები. დაბადების თარიღები და მაგიური რიცხვები და პერიოდები, რომელშიც შეიძლება იყოს დაბადებული. სხვადასხვა ტრადიციაში დედამიწაზე არსებობს სხვადასხვა განსაზღვრები დაბადების თარიღის. ძირითადად ამას ნუმეროლოგია განიხილავს, რომელიც ითვლება მისტიურად. და ადამიანები არის ესეთი თარიღები, რომელიც არის მისტიური. და ადამიანები დაბადებულები სწორედ ამ პერიოდში შესაძლოა, რომ ფლობდნენ განსაკუთრებულ ინტუიციას, წინათ გრძნობას და იყვნენ დაჯილდოვებული რაღაც სამყაროსგან რაიმე ესეთი ექსტრა თვისებით. ესეთი კონკრეტული დღეები, ასე რომ ვთქვათ, კალენდარში. პირველი არის 31 დეკემბრიდან 1 ნოემბრის, უпростоრად 31 ოქტომბრის 1 ნოემბრის ღამე, რასაც ქვია სამიანის ღამე, ანუ ჰელოუინის ღამეს, რასაც ვეძახით. ეს არის ის ღამე, როდესაც საზღვარი ჩვენ სამყაროსა და მეორე სამყაროს შორის არის ძალიან ესეთი ფაქიზი და მაგია მუშაობს ამ დროს. შემდეგი მომდევნო თარიღი ეს არის მზის ბუნიაობას, რასაც ვეძახით. ესენი ხდება 21-22 დეკემბერი, 20-21 მარტი, 20-21 ივნისი, 22-23 სექტემბერი. ამ დროს იბადება ახალი ძალა. და ადამიანები ამ პერიოდში დაბადებული შეიძლება ჰქონდეთ ანალოგიური რაღაც კუდიანური გამოვლინებები. ყველა 13 რიცხვში დაბადებული ნებისმიერი თვის შეიძლება ჰქონდეთ რაიმე ესეთი მისტიკური გაცნობიერებები და ეს ციფრი არის ციფრი ტრანსფორმაციის. და ამ ადამიანებს შეიძლება ჰქონდეთ რაღაც ისეთი მისტიური. და ასევე არის სავსემთვარეობა და ახალმთვარეობა. თუ კი ადამიანი დაიბადა ამ მთვარის ამ ფაზაში, მას შეიძლება ჰქონდეს ესეთი ძლიერი კავშირი საიდუმლო ცოდნასთან. შემდეგ მოდის ზოდიაქოს ნიშნები. ვედმის
ჯადოქრის ზოდიაქოს ნიშნები, რომელი ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ იბადებიან ჯადოქრები. ზოგი ასტროლოგი თვლის, რომ და ამტკიცებს, რომ მაგიური შესაძლებლობები ძალიან ხშირად გვხვდება სწორედ ამ ნიშნების ქვეშ დაბადებული ადამიანებში. და ასე თუ ისე ჯადოქრები არიან. სკარპიონები 23 ოქტომბრიდან 22 ნოემბერში დაბადებული ადამიანები. ისინი არიან ბუნებრივი მისტიკები, გრძნობენ ესეთ დაფარულ რა თქმა უნდა ეს თუ განავითარებენ მაგ შემთხვევაში კიდე ნებისმიერი ადამიანს ამას შრომა უნდა, დისციპლინა უნდა. ხოლო მორიელები გრძნობენ იმ დაფარულ ენერგიებს, ენერგეტიკული სიხშირეები აქვთ განვითარებული ძალიან და ძალიან ესეთი ძლიერი ინტუიცია აქვთ მორიელებს. საშინლად ძლიერი ინტუიცია აქვთ. შემდეგ მოდიან თევზები. 19 თებერვლიდან 20 მარტამდე დაბადებული ადამიანები. ისინი ეს ადამიანებს შეიძლება ქონდეთ ესეთი რაღაც, რომ ისინი იჭერენ ფაქის ვიბრაციებს, შეუძლიათ იგრძნონ ეს ფაქის ვიბრაციები და ფლობენ წინათ გრძნობას, ანუ ოდნავ რაღაც გათხოვა, წინათ გრძნობის გათვლა. თევზები არიან ესენი. შემდეგ მოდიან თხისხლები 22 დეკემბრიდან 19 იანვრამდე. თხისხლები შეიძლება ფლობდნენ შეიძლება და შეუძლიათ განავითარონ ადამიანებმა თხისხლებმა ცოდნა სამყაროს კანონებზე. და შეუძლიათ იყვნენ ძალიან ძლიერი პრაქტიკები, ესეთი ეზოთერიკაში არსებობს ესეთი მცნება, პრაქტიკა, ფაქტიურად ეს ის არის, რასაც მე ვაკეთებ. ვინც მე მიცნობს, მიხვდება ხა იმას თუ რას ვაკეთებ მე პრაქტიკა, ანუ დიაგნოსტიკა და პრაქტიკა. ოღონ ამას ჭირდება შრომა, როგორც ვამბობ, ყველაფერს ისა. შემდეგ არიან ტყუპები. 21 მაისი და 20 ივნისი. ტყუპები ეს ადამიანები ამ პერიოდში დაბადებულებს შეუძლიათ თავისუფლად მართო სიტყვის და ფიქრის კონტროლი. და აქედან გამომდინარე ისინი არიან ძალიან კარგი манипуляტორები, ანუ სიტყვით და გონიერი ფლუიდებით გაუშვან და მართონ ადამიანები. ამიტომ არიან ძალიან კარგი манипуляტორები. შემდეგ მოდის მერწყული. მერწყული დაბადებულები 20 იანვრიდან 18 თებერვლამდე. მათ აქვთ კავშირი მაღალ ძალებთან, შეუძლიათ დაამყაროთ კავშირი და ასევე ინტუიციურად შეუძლიათ ისეთი ცოდნის მიღება, დაფარული ცოდნის მიღება, ანუ ამოხსნა რაღაცეების, მაგრამ კიდევ ერთხელ მეორდები, ეს შეუძლია ნებისმიერ ადამიანს, უბრალოდ ამას ჭირდება შრომა. და რა თქმა უნდა, თუ გინდათ ეს ყველაფერი. შემდეგ მოდის ადამიანები ასე რომ ვთქვათ, მთვარის ქვეშ და მაგიის და მთვარის ქვეშ დაბადებული ადამიანები. რა გავლენას ახდენს მთვარე. დედამიწაზე და ზოგადად ადამიანზე თუ კი მზე ახდენს ესეთ კოლოსალურ და აუცილებელია მზის არსებობა ჩვენს ცხოვრებაში, მზე არ არის ერთი პლანეტა, რომელიც ახდენს ასევე გავლენას ადამიანზე და ეს არის მთვარე. მთვარეც საკმაოდ დიდ გავლენას ახდენს და ის ადამიანები, რომლებიც კონკრეტულად იბადებიან მთვარის გავლენის ქვეშ. არიან ესე ვთქვათ ეს ადამიანები და ეს ყუდიანები არიან ძალიან გრძნობიარეები მთვარესთან მიმართებაში და თუ მათი დაბადების დროს ამ ადამიანების დაბადების მომენტში თუ მთვარე არის სკარპიონში, ნატალურ კარტაზე ვსაუბრობ, თევზებში ან კიბორჩხალაში, ეს აძლიერებს მათ მაგიურ თვისებებს. ადამიანებში, გავმეორდები, უფრო კარგად რო გითხრათ, მთვარე თუ კი არის დაბადების მომენტში, სკარპიონში, თევზებში ან
კირჩხიბში. ძლიერდება მათი ესეთი მაგიური თვისებები. და ესეთი კუდიანური გამოვლინებები მთვარესთან აქვთ, როგორც გითხარით, მთვარე მორიელში. მაგია ვლინდება ტრანსფორმაციის და კონტაქტი მეორე სამყაროსთან, ანუ გარდაცვლილების, ასე რომ ვთქვათ, მეორე სამყაროსთან შეუძლიათ. მთვარე თევზებში აქვთ ასეთ ადამიანებს ექსტრასენსორული შესაძლებლობები, კავშირი შეუძლიათ წყალთან, წყალის მაგია და სიზმრები. შემდეგ მთვარე თუ კი არის კირჩხიბში. აქვთ ძალიან დიდი ინტუიცია. აქვთ ზარის შემოვლენა, უკაცრავად აქვთ დაცვა საგვარეულოდან და შეუძლიათ მართონ საგვარეულო ენერგიები იმუშაონ საგვარეულო თავის საკუთარი საგვარეულოს ენერგიებით, ანუ აქვთ ზურგი მაგით. დანარჩენი ნატალურ რუკაში დანარჩენი ასტროლოგიური მაჩვენებლები კუდიანობის თუ კი არის ძალიან როგორ შეიძლება კიდე გავარკვიოთ, თუ კი არის ძალიან ბევრი ასპექტები პლუტონთან თქვენს ნატალურ კარტაში. ასეთ ადამიანს შეუძლია მართოს ენერგია და ფარული პროცესები ჩუმოთ ეს ენერგეტიკულად. თუ არის ესეთი გამოკვეთილი ნეპტუნი თქვენს ნატალურ კარტაში, აქვთ ძალიან ძლიერი ინტუიცია, კავშირი მისტიკასთან და მეორე სამყაროსთან. და თუ კი არის თქვენს ნატალურ კარტაში ძლიერი შავი მთვარე, ანუ ლილიტი. ასეთ ადამიანებს აქვთ ძალიან ესეთი ღრმა შეგრძნება და შეცნობა საიდუმლოს. ასეთი სამყაროს შექმნის საიდუმლოს, ასე რომ ვთქვათ რა. ეს იყო ის, რის თქმაც მე მინდოდა. კუდიანობასთან, ვედმებთან და ვედმაკებთან დაკავშირებით. ამასთან ერთად დავამატებ იმას, რომ ნებისმიერ ადამიანს შეუძლია საკუთარ თავში აქტიუროს ნებისმიერი ინტუიციური თვისებები, იმიტომ რომ ამით ვიბადებით ნებისმიერი ადამიანები, ეს მე რაც ჩამოთვალე უბრალოდ არის საუბარი ისეთ ადამიანებზე, რომლებსაც შეიძლება უფრო მეტად გააქტიურებული კონდეთ რაღაცეები და ვერც კი ამჩნევდნენ, რომ აქვთ ეს ყველაფერი, ან არღებულობდნენ. ან შეიძლება საგვარეულოდან იყოს კიდე გადმოსული, მაგრამ ინტუიციით ვიბადებით აბსოლუტურად სუყელა, რომელსაც ჭირდება მუშაობა, რომელსაც ჭირდება დისციპლინა და გამომუშავება. მე თუ როგორ უნდა გამოვიმუშაოთ ინტუიცია, ამაზე სხვა ვიდეოს ჩავწერ. ეს უბრალოდ ესეთი ცოტა განსხვავებული ჩემგან. მადლობა, გელოდებით გააზიარეთ ჩემი ვიდეო, ჩემი გვერდი გამოიწერეთ. მადლობა.